ძალიან კარგი ტურნირი იყო, ძალიან გახარებული ვარ, ხალხის სიმპათია დავიმსახურე, მაგრამ ბევრი კარგი მოთამაშე თამაშობდა ამ ჩემპიონატში და ალბათ ძალიან გამიმართა, რომ ვითამაშე და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან ეს დაუღწერელი ემოცია არის. ჩემთვის მეორედ ვიკებ ამ ტურნირს და არ ვიცი, მეორედ მონაწილეობ და ძალიან მიხარია. რავი, ძალიან კარგი შეჯიბრება იყო, მოხარული ვარ, ასეთი კარგი ტურნირი ტარდება ზესაფონში. რა ვიცი, დიდი შრომის წვალების შედეგად გავხდით გამარჯვებულები. ფინალი არ იყო, შეიძლება ძალიან სანახაობრივი, მაგრამ ლამაზი მომენტებიც იყო და რა ვიცი, ყველაფერი აი ჩვენთვის. თითქმის 2 კვირა რაც დაიწყო ტურნირი, ღებულობდა მონაწილეობას 17 საჯარო სკოლა და ასევე კერძო სკოლებიც. ფინალში გავიდა პირველი და მეხუთე საშუალო სკოლა. რა თქმა უნდა, ლიდერობა წილად ხდა პირველ საშუალო სკოლას და არა მარტო პირველ სკოლას, მინდა ყველას მიულოცო წარმატებები, ჯერ იმისათვის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არის მეტნაკლებად და კმაყოფილები დარჩნენ, მინდა გითხრათ. ვფიქრობ, მომავალშიდაც ანალოგიურად უფრო ფართომასშტაბიანი ტურნირები ჩატარდება, რა თქმა უნდა, ისევ სკოლების ჩართულობით და წარმატება მინდა უსურვო თითოეულ გუნდს. სულ მონაწილეობდა 17 საჯარო სკოლა და აქედან პრიზები შეხვდა როგორც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს, ასევე იყო წარჩინებული მოთამაშეები და სიმპათია ასევე მაყურებლის და სხვადასხვა პრიზები, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისად ანალოგიურად ესენიც საჩუქრებით. წარმატებას უსურვებ კიდევ ერთხელ და მომავალში წესვლას. ეს იყო ფინალი კალათბურთში, რაიონ თურნის შიდა ჩემპიონატი. იღებდა მონაწილეობას 17 გუნდი, გამოვლინდა გამარჯვებული. ეს არის პირველი სკოლის ბავშვები. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გვერდში დაუდგეთ ამ ბავშვებს და მომავალშიც გააგრძელოს მუნიციპალიტეტი მათ ყურადღებას და გვერდში დგომას.